ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ნინო კალანდაძე არის ჩვენი სტუმარი, როგორც ვიცი, ის არის უკვე ხაზზე ჭავჭავაძის ცენტრის თანადამფუძნებელი. მადლობა ნინო ამ შესაძლებლობისთვის და ჩვენ ახლა დაგვეწია, ასე ვთქვათ, ახალი ამბავი, მე წავიკითხე რადიო თავისუფლებამ გამოაქვეყნა, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია თუ რა წერია საქართველოს ევროპული საბჭოს განსახილველ პროექტში. გადაწყვეტილება არ წერია ჯერ, მაგრამ დათქმებს იგივე სტოვებენ, როგორც რასაც ვკითხულობთ აი ამ დოკუმენტიდან თქვენი შეფასება როგორი არის და ფიქრობთ თუ არა რომ რაღაც დრამატულად შეიძლება თუ არა შეიცვალოს 15 დეკემბრამდე სურათი, იმიტომ რომ გადაწყვეტილების მიღებას ჩვენ ვიცით რომ ჯერჯერობით თუნდაც ბლოკავს ვიქტორ ორბანი და ყოველ შემთხვევაში უნგრეთის ლიდერთან შეთანხმების მისაღწევად და ასე ვთქვათ ბრიუსელს ორი კვირა დარჩა ჯერ კიდევ, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეთანხმება მიღწეული არ არის. საღამშვიდობის მოგესალმებით ვიკა, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. რამდენად ველოდები რომ რადიკალური ცვლილებები იქნება, რასაკვირველია დამოკიდებულია დიდწილად იმაზეც თუ რამდენად კიდევ რამე შეიცვლება ამ მომდევნო ორ კვირებში საქართველოში და ამ შემთხვევაში გულისხმობ საქართველოს ხელისუფლებას, იმიტომ რომ თვითონ ის ფაქტი რომ ჩვენ აქამდე უკვე არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ახლა მოლაპარაკების ეტაპზე არ გადავდივართ დეკემბრისთვის, განაპირობა ქართული ოცნების ძალიან მიზანმიმართულმა და სისტემურმა პოლიტიკამ, რომელიც პრაქტიკულად საბოტაჟის რეჟიმში იმყოფებოდა იმ დღიდან, რაც გაჟღერდა, რომ საქართველოს შესაძლოა მიეცეს შანსი მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ ბუნებრივია ვერაფერს ვერ გამოვრიცხავთ და ყველაფერია მოსალოდნელი, როდესაც ქართული ოცნებას აქვს მართვისადავეები ხელში. რაც შეეხება თავად ევროპის გადაწყვეტილებას, აქედან გამომდინარე დღეის მდგომარეობით არსებით ცვლილებებს არ ველი, იქიდან გამომდინარე, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც კომისიამ გააჟღერა რეკომენდაციის სახით და ის დათქმები, რომელიც მათ საქართველოს და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლებას წარუყენეს, ეს არის ძალიან ხანგრძლივი მუშაობის პროცესის შედეგი. ყველამ ვიცით, რომ ძალიან დიდხანს მზადდებოდა ეს დოკუმენტი და ძალიან დიდხანს მზადდებოდა ზოგადად პოზიცია საქართველოსთან მიმართებით, იმიტომ რომ არსებული დილემა, რომელიც არსებობს ბრიუსელში და ევროპის დედაქალაქებში, ჯერ კიდევ ძალაშია და ეს დილემა არის, რომ მათ უნდათ საქართველო იხილონ თავიანთ რიგებში, მათ უნდათ რომ საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და გადავიდეს შემდეგ ეტაპზე ევროკავშირში ინტეგრაციის, მაგრამ მათ წინაღობად ყავთ ხელისუფლება, რომელიც არ იქცევა ისე, როგორც უნდა იქცეოდეს ქვეყანა, რომელსაც სურს რომ ევროპაში ინტეგრირდეს და ეს არის დილემა, რომელიც ბრიუსელში ყველა გადაწყვეტილების მიმღებ პირს უდგას. მიუხედავად ამისა, ის ფორმულირება, რომელიც შემუშავდა, ის არის ძალიან პოზიტიური და იმედი მაქვს, რომ არსებითად აღარ შეიცვლება. სწორედ იმიტომ, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია უკვე დედაქალაქებში და ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მომწიფდა დედაქალაქებში მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად ქართული ოცნების პოლიტიკისა, მიუხედავად იმისა, რა ხდებოდა გასული წლის განმავლობაში სტატუსის მოლოდინში ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ საინტერესო არის, რომ ყურადღება გავამახვილოთ ნინო, როგორი ფორმულირებით, აი ხა დოკუმენტში, რომელიც მე წავიკითხე, აუცილებლად თვალში გეჭხირება, ასე ვთქვათ, ნეგატიური ტენდენციის შეცვლა, აი ამ ფორმულირებით საერთო საგარეო პოლიტიკაზე, სადაც არის საუბარი, ნეგატიურ ტენდენციად არის მოხსენიებული ის, რასაც ეწევა ხელისუფლება და აი ამ ტენდენციის შეცვლისკენ მოუწოდებენ ხელისუფლებას და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, ევროკავშირთან თავსებადობა, რაც ასევე არის ესე ვთქვათ პრობლემა. როგორ ფიქრობთ, ხო აი პრაქტიკულად აი ეს ყველაფერი არის ის, რაც შეუთავსებელია დღევანდელ ხელისუფლებასთან, იმიტომ რომ ხელისუფლება დგას დეზინფორმაციაზე და ეს არის მისი მთავარი მოკავშირე იქნება სავარაუდოდ 2024 წელს. რა შეფასება შეგიძლიათ ზუსტად ასეა ვკითხულობთ? ზუსტად ასეა, ჩვენ ამ დათქმებში პრაქტიკულად ვკითხულობთ ნააზრევს, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს ვაძლევთ ქვეყანას, იმიტომ რომ ამის გეოპოლიტიკური მიზანშეწონილობა არსებობს ევროპის მხარეს, ამის საჭიროება და აუცილებლობა არსებობს ქართულ ხალხში, ქართული საზოგადოება
იმსახურებს და უნდა იყოს ევროპის ნაწილი, მაგრამ მას ყავს ხელისუფლება, რომელიც სხვანაირად უნდა მოიქცეს და ყველა ჩამონათვალი, რომელიც დათქმების სახით ფორმულირდა, პირდაპირ გულისხმობს ქართულ ოცნებას. უბრალოდ არ წერია მინაწერი არ არის რომ გულისხმობენ ღარიბაშვილს და გულისხმობენ კობახიძეს, სწორედ ოლიგარქიზაციაზეც არის ძალიან კაფეო რომ გაუმკლავდით დეზინფორმაციას, ნიშნავს იმას, რომ დეზინფორმაციის ბრალდება ამ შემთხვევაში ვის მიმართ არის პირდაპირ მიმართული საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომელიც პროპაგანდას იყენებს ანტიდასავლური პოლიტიკის გასამყარებლად საქართველოში. ჩვენ ვიცით, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატი პირდაპირ მუშაობდა და მხილებულია იმაზე, რომ მთელი რიგი ყალბი სოციალური ქსელის ანგარიშები ჰქონდათ, რომლებიც პირდაპირ მიედინებოდა და მიმართული იყო ანტიდასავლური ანტიდასავლური პოლიტიკის გასაღვივებლად და გასამყარებლად ამ ანტიდასავლური პოზიციების საქართველოს მოსახლეობაში, ისევე როგორც პირდაპირ არის ჩანაწერი კორუფციასთან ბრძოლის, აქ პირდაპირ იგულისხმება, რომ საქართველოს ხელისუფლება არაკეთებს სათანადოდ იმ ყველაფერს იმისთვის, რომ კორუფციას წინ აღუდგეს და იგულისხმება, რომ ხელისუფლების მიერ არის კორუფცია წახალისებული. ისევე როგორც საუბარი არის უსაფრთხოების სამსახურებზე, საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაზე, ანუ ზედამხედველობის მექანიზმების გაძლიერებაზე, ისევ და ისევ პირდაპირ მინიშნება იმაზე, რომ მათ იციან, რომ სუსიერება პოლიტიკური მიზანშეწონილობის საკითხებში და არის ხელისუფლების ხელში მართვის ინსტრუმენტი და საზოგადოებაზე ზემოქმედების ინსტრუმენტი. პირდაპირ წერია, რომ უსაფრთხოების კონტექსტში ისინი უნდა დაუახლოვდნენ ევროპას და ევროპის უსაფრთხოებაში უნდა მიიღონ, შეიტანონ მათ თავის წვლილი. ეს ამით პირდაპირ იგულისხმება ხელისუფლების რუსული პოლიტიკა და პირდაპირ იგულისხმება, რომ ამერიკის მიერ სანქცირებულ მოქალაქეებს არ შეიძლება ხელისუფლება და სახელმწიფო ეფარებოდეს. პირდაპირ არის ნახსენები ცალკეული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა და პირველად არის ნახსენები, როგორც მე ვხვდები, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის საკითხი, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ წინაპლანზე წამოიწია მას შემდეგ, რაც ისინი პირდაპირ მნიშვნელობით რუსეთის დავალებით გადაეფარენ რუსეთის სპეცსამსახურების თანამშრომლებს. ძალიან კაფეო ტექსტია პრაქტიკულად, არანაირი ინტერპრეტაციის შესაძლებლობას არ ტოვებს, არის კაფეო ტექსტი დეოლიგარქიზაციის ნაწილში, მედიის ნაწილში, არჩევნების ნაწილში. ახლა ექნება ცხადია ხვალ უფრო მეტ ადამიანს შესაძლებლობა, რომ რაღაცნაირად დასკვნები გამოიტანოს ამ ტექსტიდან და განსაკუთრებით სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ნაწილში ომის გამომცხადებელ ევროკავშირს რაც ვისმენდით ხო ამ პროპაგანდას მთელი ამ ხნის განმავლობაში და ევროკავშირი რო კვლავ რჩება კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ერთ-ერთ ყველაზე მთავარ გარანტორად ეს არის ტექსტში აღნიშნული და ყველაზე მთავარი როდესაც საუბარია იმ ნაწილში თუ როდესაც საუბარია მიზეზებზე ევროკავშირის გაფართოება თუ რას წარმოადგენს ეს არის გეოსტრატეგიული წვლილი მშვიდობაში რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ ეს ციტატას ვკითხულობ ასევე აჩვენებს რომ გაფართოება წარმოადგენს სტრატეგიულ პრიორიტეტს წერია დოკუმენტში ლავროვზე მინდა ასევე კითხოთ ცხადია ის რაც თქვა ლავროვმა პრინციპში მოგვისმენია მისგან მოგვისმენია ზუსტად ამ შინაარსის გზავნილები მაგრამ აი ახლა რო ვისმენთ აი ამ ვთქვათ რაიმეს ცulis თუ არა ეს ყველაფერი აი შექმნილი კონტექსტის გათვალისწინებით როდესაც საქართველოს არის სტატუსის მოლოდინში როდესაც ის ხდება ხურვალეთში რაც ხდება როდესაც თამაზ გინტურის მკვლელობას ვადევნებდით სასტიკმკვლელობას ვადევნებდით თვალყურს ლავროვის აი ეს განცხადება აი ამ კონტექსტის გათვალისწინებით კიდევ უფრო სხვა დატვირთვას თუ იძენს ნინო ვიკა ჩვენ დღეის მდგომარეობით საბედნიეროდ იმ ეტაპზე ვიმყოფებით, როდესაც როგორც ჩანაწერში ძალიან მკაფიოდ არის ნათქვამი, დასავლეთმა თავისი სტრატეგიული დამოკიდებულება შეცვალა რეგიონის მიმართ და შეცვალა სწორედ იმიტომ, რომ მან შეცვალა თავისი პოლიტიკა რუსეთის მიმართ, მან შეცვალა თავისი პოლიტიკა პუტინის მმართველობის მიმართ და მან თავისი სახელი დაარქვა იმას, თუ რა რეჟიმია
პუტინის რუსეთი, რას ემსახურება ლავროვი და რა პოლიტიკას ატარებენ ისინი როგორც რეგიონში, ისე ზოგადად დასავლეთის მიმართ. და საბედნიეროდ ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ დასავლური ეს ხედვა და პოლიტიკა ახლო მომავალში აღარ გადაიხედება და ახლო მომავალში ვგულისხმობ, ვიდრე არ დასრულდება რუსეთ-უკრაინის ომი და რაც თავარია, ვიდრე არ ფორმირდება ახალი გააზრებული პოლიტიკა ევროპის პირველ რიგში რუსეთის მიმართ. ევროპამ მიიღო გადაწყვეტილება და ჩამოაყალიბა თავის თავში ის, რომ რუსეთი არის თავარი გამოწვევა დღეის მდგომარეობით ევროპული უსაფრთხოების, არა მხოლოდ რეგიონის, რუსეთი არ ემუქრება მხოლოდ საქართველოს, რუსეთი არ ემუქრება მხოლოდ კავკასიის რეგიონს და მის უშუალო სამეზობლოს, რუსეთი ახლა ემუქრება ევროპას და მათ იციან, რომ ევროპული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მათ უნდა უზრუნველყონ კავკასიაში უსაფრთხოება, რეგიონში უსაფრთხოება და რაც მთავარია, უნდა მოხდეს რუსეთის ამ ფორმით არსებული რუსეთის ნეიტრალიზება. ამიტომ ლავროვმა ახლა როგორი ხმამაღალი სიტყვებითაც არ უნდა ისაუბროს, ის მიჩვეულია სხვათა შორის იმას, რომ მის სიტყვებს ნიშნულობას ანიჭებდნენ აქამდე, დასავლეთი მაინც რაღაცნაირად ანგარიშსაც უწევდა და იყო წლების განმავლობაში იმ ილუზიაში, რომ რუსეთთან რაღაც ტიპის მოლაპარაკებები შეიძლებოდა და ხშირად მათ შანტაჟსაც ექვემდებარებოდა. ეს დღეს ასე აღარ არის საბედნიეროდ, ამიტომ ლავროვმა როგორც არ უნდა ილაპარაკოს, როგორც არ უნდა მოინდომოს იქ თავის პოზიციები გაიმყაროს, მოცემულობა ისეთია, რომ რუსეთს აღარ აქვს ის ძალაუფლება, რომელიც მას ერთ დროს ჰქონდა, მას აღარ აქვს გავლენა დასავლურ სახელმწიფოებზე, მას არ უშველის მხოლოდ ორბანს შეგახსენებთ, რომ არის ის სახელმწიფო და ის სახელმწიფო მეთაური, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს შეუერთდა, იმიტომ რომ მისი ინტერესები ევროკავშირის სასარგებლოდ გაცილებით უფრო მაღალია, ვიდრე მათ საწინააღმდეგოდ და ვიდრე რუსეთის სასარგებლოდ. ის არის ევროკავშირის წევრი ქვეყნის მეთაური და მას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ბევრი რამ გარისკოს. ამიტომ მან შეიძლება თავისი შიდა მოხმარებისთვის ბევრი რამ ივაჭროს, მათ შორის საქართველოს საკითხში და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხში, მაგრამ საქმეზე რომ მიდგება, მას არ აქვს ის ფუფუნება ევროპა გაინაწყენოს და ევროკავშირში თავის პოზიციები დათმოს. ამიტომ ლავროვმა როგორც არ უნდა მოინდომოს, ბატონო, მაინც ფიქრობთ, რომ ორბანი ვერ იქნება შემაფერხებელი, ასე ვთქვათ, პროცესის ნაწილი, მთავარი ყოველ შემთხვევაში ახლა როგორც მთავარი ანტიგმირი არის აი ამ პროცესისა, ფიქრობთ, რომ ეს ასე არ იქნება. რასაკვირველია, ლავროვის გამონათქვამებიდანაც საკმაოდ მკაფიოდ ჩანდა და ისედაც ვიცით ეს, რომ საქართველოსთვის და უკრაინისთვის, ისევე როგორც მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ძალიან დიდი გამოწვევა რუსეთისთვის. მათ ეს არ უნდათ. მოსკოვი ამ პოლიტიკის წინააღმდეგია, რუსეთი ყველა გზით ეწინააღმდეგება ევროკავშირის აღმოსავლეთ გაფართოების პოლიტიკას, ისე როგორც ნატოს გაფართოების პოლიტიკას. ამიტომ ისინი ყველა ბერკეტს გამოიყენებენ, რომელიც მათ ხელთ აქვთ, ისე როგორც იყენებენ ქართულ ოცნებას ამ პოლიტიკის წინააღმდეგ და იყენებენ საკუთარ მოკავშირეებს, მათ შორის ორბანის სახით. მიუხედავად ამისა, მე ვფიქრობ, რომ ორბანი ამ შემთხვევაში მხოლოდ თავისი შიდა მოხმარებისთვის ვაჭრობს, იმიტომ რომ მას ეს ბერკეტი ახლა ხელთ აქვს, რომ ერთადერთია, რომელსაც შეუძლია ევროკავშირის კონსენსუსურ გადაწყვეტილებას წინააღმდეგეს და იცის, რომ ევროკავშირს ეს არ უნდა, მიუხედავად იმისა, რომ აქვს ამის გვერდის ავლის მექანიზმები და შესაძლებლობები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ის ივაჭრებს სადამდეც გაუვა, რასაც შეძლებს რომ გამოივაჭროს და მიიღოს ამაში, მაგრამ საბოლოო ჯამში მოუწევს ევროკავშირის ერთიან გადაწყვეტილებას დაემორჩილოს. დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის. ვესაუბრებოდით ნინო კალანდაძე,